მოგესალმებით, მეგობრებო. ვიცი ყველა ელოდით, რესტორანი ჭალა გაიხსნა, განახლებული დიზაინით, განახლებული სერვისებით. დღეს მთავარი მზარეულები მოგვიმზადებენ კერძებს, ამოვიღებთ თევზს ადგილზე და ვნახავთ ზოგადად რა პროცესი მიმდინარეობს. მოკლედ წამომყევით. რა თქმა უნდა, ჭალაში მოსული ადამიანებს პირველად საფირმო კერძებს თავაზობენ. ჩვენი მზარეულები ბატონი დავითი და ქალბატონი ნესტანი დღეს შემოგთავაზებენ ყველასთვის ცნობილ კერძს ჭალის საფირმო ქაბაბს. ჭალის საფირმო ქაბაბს. ეს ამბავი მგონი მთელ საქართველოს აინტერესებს, როგორ გახდა ჭალის ქაბაბი საქვეყნოდ ცნობილი. დღეს კი ამ ყველაფერს ერთად ვნახავთ. ბატონ დავით, ინგრედიენტებზე რო გვითხრათ მოკლედ. ინგრედიენტებზე რო გითხრათ, ეს ჩემი საიდუმლოა. აჰა, ესეც ვიცოდი, არ გაგვიმხელდით. გაკეთებულ ქაბაბს გაგიმზადებს და გაგიმზადებს მოცარელაში ქაბაბს. ანუ ორი ტიპის ქაბაბს ვაკეთებთ ამ ეტაპზე. გაგიზადებ წვათს, რომელიც გაზრდილად ნახდათ სოფლად. კი. და მას მარილის მეტი არაფერი არ ეძლევა. როგორც მაქვს ინფორმაცია და დადასტურებული ამბავია უკვე გავსჯე, აქ არის ყველაფერი ნატურალური და სოფლის, ასე ვთქვათ, მოყვანილი პროდუქცია. ნუ დავიწყოთ, მოდით, პროცესი და შემდეგ დავაგემოვნებთ, ხო? ეხლავე გაგიზადებ ჩვეულებრივ ქაბაბს და შემდეგში გავაკეთოთ მოცარელას ქაბაბი. ეს წყალი გამოიყენება იმისთვის, რომ ქაბაბი მოიყო და გაფრიალდეს. გასაგებია. საშუალოდ, ასე ვთქვათ, საშუალოდ ქაბაბია 350-დან 400 გრამამდე. გასაგებია. ანუ ერთ ან ორ ადამიანზე გათვლილი, ხო? გააჩნია ადამიანის. ერთი ადამიანი ვერც აძალავს. ვერა, ხო? ნუ მოთხოვნა ძალიან მაღალია, მოგეხსენებათ ჭალის ქაბაბზე, ჩემი სამეგობრო სანაცნობოს ინფორმაციით, აქ შესაძლებელია თბილისიდან ჩამოსული ადამიანმა ჭალის ქაბაბის მირთმევის გარეშე არ დაბრუნდეს დედაქალაქში. მართლა რა ვიწოლა ხოლმე, ვინც ჩამოსულა ქალაქიდან, ყველას ჩვენი ქაბაბი მოუწყობენ, ვაინტერესებს, ნახდათ ქებულია. პროცესი ძალიან საინტერესოა, ესე ინარჩუნებს ფორმას ალბათ. კი. ახლა მოვამზადოთ ჩვენ მოცარელა ყველით. მოცარელათი ვაკეთებთ ახლა ქაბაბს ყველით. მიხოცო და ნაკლებია. გამზადებულ ყველს. ეს უნდა მოიზილოს ყველში. ერთმანეთში აირიოს და დაახლოებით თვითონ შეწვის პროცესს რა დრო ჭირდება? მოვასწრებ რესტორნის დათვალიერებას ბოლომდე? არ მგონია. არ მგონია. ჩვენ მალე ვწავ ძალიან. 15 წუთი საკმარისი. კი, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი პლუსი ჭალის არის ის, რომ მოსვლიდან 10-15 წუთის მანძილზე ძირითადად კერძები შემოდის, რაც მოსულ სტუმარს, ასე ვთქვათ, დისკომფორტს არ უქმნის. ძალიან საინტერესო პროცესია. სხვათა შორის არ გამისინჯავს მოცარელათი ქაბაბი პირველია ჩემთვის. ეხლა და მოდი თქვენსაც ქებული დარჩება. აჰა, ძალიან კარგი. ეხლა კი ყველასთვის საყვარელი და ასევე ცნობილი არანაკლებ ქაბაბზე ჭალის მწვადი. ეხლა საიდან მოგვაქვს ეს ხორცი, რისი ხორცია და რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ზოგადად? ეს ხორცი მოდის შუა ქართლიდან, ნახდათ სოფელში გაზრდილი ხორები არის და ინგრედიენტი არაფერი აქვს. მარილის გარდა სხვა არაფერი ეძლევა, ანუ ნატური მწვადი გამოდის ჩვენთან ყველაფერი. ანუ ნატურალური მხოლოდ მარილთან ერთად მწვადი. ეხლა მოვამზადოთ და შემდეგ დავაკვირდეთ ასევე შეწვის პროცესსაც. როგორც თქვით, მწვადი რამდენი შამპურზე რამდენი ნაჭერი უნდა იყოს? 6 შამპურის ეკუთვნის 6 ნაჭერი. 6 ნაჭერით გვაქვს მწვადი. ეს არის მე-6 ნაჭერი უკვე, საკმაოდ მოზრდილი ნაჭრები არის. ბატონ დავით, თუ შეიძლება, როდესაც გავამზადებთ შეწვის პროცესსაც დავესწრებით თქვენთან ერთად. რამდენიმე კითხვა იქაც მაქვს. როგორც გაგეხარდებათ, ისე გავაკეთოთ. კი ბატონო. ეხლა კი გადავინაცვლებ ნესტანისთან, რომელიც შემოგთავაზებს. ნესტან, გამარჯობა პირველ რიგში.
რაღაც ინგრედიენტები მეცნობა, მაგრამ მაინც რა კერძს ვამზადებ? ტკბილი სინორი. აჰა. მზადდება სინორის ფენებს ვალაგებთ კეცზე, ი ბატონო. მერე ვასხამთ ადუღებულ წყალს. ძალიან კარგია. აჰა, ასე. ეს ადუღებული წყალი რისთვის ადუღებული არის? წყალი რისთვის, რომ დალბეს და არ გამოვიდეს უხეში სინორი. ასე. ძალიან კარგი. აქეთ რასაც აქეთ უყურებ არის მეცნობა ინგრედიენტები. კი, სახლის კარაქი გვაქვს. ნიგოზი, ვაყრით ნიგოს ამ გამზადებულს კეცზე. და ვასხამთ მომზადებული სახლის კარაქი, რომელშიც დამატებული არის შაქარი. და ეხლა და ვასხამთ. ახლა ვასხამთ გამზადებულ იაღს, შაქარს და კარაქს. და მგონი კერძის უკვე მზად არის, კი, არა? არის მზად კერძი დაგემოვნებისთვის. ძალიან კარგად გამოიყურება და მგონი ძალიან გემრიელი იქნება. სანამ ეხლა მწვადი შეიწვება, იქამდე დავათვალიეროთ ინტერიერი. რა თქმა უნდა, კაბაბსაც ველოდებით. ეხლა გადავიდეთ აქეთ სივრცეში. სადაც როგორც ხედავ, არის დიდი ბრძოლა ნარდთან მიმართებაში. მივესალმოთ ჭალის მეპატრონეებს, რესტორანი ჭალის მეპატრონეებს, ბატონ მინდია დევაძეს და ბატონ დავით მახაჭაძეს, რომლებმაც ისტორიულ მამაპაპისეულ მიწაზე ესეთი ძალიან მაგარი პროექტი რესტორანი ჭალა შექმნეს. აბა, როგორაა ანგარიში? ანგარიში 5-4. 5-4 დამარცხდი? შიო, ძალიან კარგია. 6-ში თამაშობ. 6-ია, ძალიან კარგი. ბატონებოს. ხვიშტოიანის მილაპარი კიდე აჰა, გია. სეზონი როგორ არის, რაც ყველაზე მთავარია. ძალიან კარგი. სეზონს აღუჩევით ნამდვილად. ჩვენი შრომა ნამდვილად ჩანს ამაში, რომ სეზონის მომენტში საკმაოდ კარგად, რა თქმა უნდა, ბევრია კიდე გასაკვირვებელი, ბევრი. მაგრამ იმედი გვაქვს ყველაფერი თანადგომით, ყველა თანადგომით, მომსვლელი თანადგომით, სტუმრების თანადგომით გავაკეთეთ ყველაფერს, რაც საჭირო არის. ძალიან კარგი, მე გილოცავთ პირველ რიგში, წარმატებულ სეზონს გისურვებთ და ღმერთმა ის ეკნას, რომ სტუმარი უამრავი ყოლოდეთ. რაც შეეხება სივრცეს, ძალიან მაგარია და ძალიან ბევრ ადამიანს დაიტევს. მოკლედ, შემოგიერთდებით აუცილებლად. და მოემზადეთ დამარცხებისთვის. ეხლა კი ვესტუმროთ ძალიან ლამაზ ბარს და გავსინჯოთ რამე კარგი კოქტეილი. გილოცავ ასევე, რას ვთავაზობ დღეს? ეს უნდა შემოგთავაზოთ მარტივი კოქტეილი, რომელიც მზადდება არაყისგან და ენერგეტიკული დასალევისგან. ესე მარტივად გაფორმებისთვის კიდევ სარგებლობთ ხილს. მოკლედ ახალგაზრდებო, როგორც იცით, ჭალა არის ტრადიციული რესტორანი, მაგრამ აქ გვაქვს საშუალება სხვადასხვა სახის კოქტეილი მივირთოთ. რას ვთავაზობ დღეს? რამე მარტივი რა, კოქტეილს, რომელიც მზადდება არაყისგან და რედბულისგან. აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს დოზირებული, აქედან გამომდინარე, ჯერ ვათავსებთ პატარა ჭიქაში დოზისთვის და გადაგვაქვს შემდეგ მოსამზადებელ ჭიქაში. ძალიან კარგი. როგორ არის? მოთხოვნა არის, მიუხედავად იმისა, რომ ახალად გაიხსენე. მოთხოვნადი არის ახალგაზრდებისთვის ეს კი, დასაბუთი. მარტივად კეთდება და თან დიახ. მეც მაქვს ყველაზე გასინჯული. მარტივი მოსამზადებელია სხვათა შორის. ძალიან კარგი. აქ ხედავ ლიმონს, მარწვს. დიახ. რაც აუცილებელია გაფორმებისთვის. კი ბატონო და სხვადასხვა გემოებს აძლევს. კი ბატონო, ძალიან რა თქმა საინტერესოა. ზოგადად რამდენია ნორმა, რამდენი ჭიქა შეიძლება მიირთვა ეს ახალგაზრდა? ნორმა რაული. ერთი, ორი, ხო? მეტი არ შეიძლება. მეტი არ შეიძლება. ეხლა გაფორმებისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მარწყვი ამ ეტაპისთვის. კი ბატონო. აი ესეთი ლამაზი ჭიქა გამოგვივა. აჰა. აი ესე ძალიან კარგი. კოქტეილი. მომაწოდეთ თუ შეიძლება გაუმარჯოს რესტორან ჭალას ამ განსხვავებული კოქტეილი. შეგეძლოთ გემრიელად მივთქვით. ძალიან გემრიელია. მადლობა და წარმატებებს გისურვებ. ეხლა კი სხვა სივრცეებიც დავათვალიერებთ. როგორც ვიცი, ჭალას აქვს არჩევანი ცოცხალი თევზის. რა თევზები გაქვს ბასენში? ეს საკუთარია, ხო? ხო, ასეტრინა, დიახ. ორაგული და პატარა კალმახები. კარგი, დღეს რომელი უნდა დავიჭიროთ? ეს დავიჭერთ ასეტრინავს.
ასეტრინა ეს უფრო დიდი თევზებია, ხო? საშუალოდ რა წონა აქვს ამ თევზს? 2 კილოდან იწყება. 2 კილოდან იწყება, მოკლედ 7 კილომდე. მეგობრებო, ცოცხალი თევზი ადგილზე თქვენი ხელითვე შეგიძლიათ დაიჭიროთ და მიირთვათ. ეს რა თქმა უნდა ამ რესტორნის ერთი მთავარი პლუსია, საკუთარი საკალმახე მეურნეობა. აქით ამერიკულ კალმახსაც ვხედავთ. აბარა. მოკლედ ერთი დიდი სიამოვნებაა და სილამაზეა ეს ყველაფერი. ეს არ ვიჭერთ, ყველა თევზს გავუმართ. როგორც ხედავთ, შეკვეთებიც მოგვემატა და ქაბაბიც მზად არის. ბატონ დავით. კი, ვსო? და გადასაღებად უკვე აი, შევწვით უგემრიელესი ჭალის ქაბაბი. აი, მოდი გამოვაცალოთ. გამოვაცალოთ და ისე დავდოთ. ხო, მაჩვენეთ, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩემთვის რა მარტივი ამბავია რა. აი, იგივე რო გამიკეთოთ ამაზეც. და მწვადი შეერით სამ მწვადი. ცოტა აკლია და ერთი დაველოდოთ წუთი მწვადს. და ესეც იქნება მან. სად არის მგონი ჩვენი მწვადი არა? კი. ამაზე მეც არ ვწვავ. არა, რო ცრიანი დაჩეს. აჰა, ძალიან კარგი. ამას შამფურით გაგვაქვს თუ ამ შამფური. შამფურით გაგვაქვს ეს მწვადი, ამას ემატება როგორც ხედავ ხალხი. საჭრელი ხალხი და მოკლედ ძალიან მარტივი საჭრელად ამბავი. მზად არის უკვე. კი ბატონო. ძალიან გემრიელად გამოიყურება. ეხლა კი დავაგემოვნოთ ჩვენი ამიჭი. ჭალის მწვადი, ქაბაბი და როგორც ხედავთ შეკვეთებმა იმატა. კარგი ფეხის დავრჩით მგონი ჭალისთვის. მოკლედ, ეხლა კი დავაგემოვნოთ ჭალის კერძები მასპინძლებთან და მეპატრონეებთან ერთად. მგონი ძალიან კარგი გამოვიდა. აბა. ბატონო დავით. ბატონო მინდია. გილოცავთ მადლობა. ჭალის გახსნას უამრავ სტუმარს გისურვებთ და აბა თქვენიცით ასახელეთ ჭალა, ასახელეთ ქედა. გაუმარჯოს ჭალას და გაუმარჯოს ამ დიდებულ რესტორანს. გაუმარჯოს დალოცული იყოს აბა და ნამდვილად მინდა ყველა სტუმარი სპეციალური დალოცვილი იყოს და ღერთი იყოს ყველას და უფალი იყოს ჩვენი ფარგლი. ღვინო ძალიან მაგარია. ვისი ღვინოა? ღვინო არის ჩემი საკუთარი, ცოლიკაური, ხო? ცოლიკაური, ქედისკებული ცოლიკაური. ჩემ სოფელში მაქვს 7000 მეტრზე გაშენებული ვაზი და იქ მოყვანილი და აქ დაწურული ღვინოა ეს. ქედისკებული სითხე, ქედის ცოლიკაური. უგემრიელესი კერძები, უგემრიელესი ღვინო, ყველაფერი ნატურალური. კერძები ჯერ გავშინჯოთ და დანარჩენი ძალიან მაგარი გარემო. გავსინჯოთ კერძებს. რესტორან ჭალას გააჩნია 5 ინდივიდუალური ფაცხა, სადაც დაახლოებით 130 ადამიანი ეტევა. ასევე წარმოდგენილი არის საცურაო სივრცე, რომელიც გაყოფილი არის 2 ნაწილად, პატარებისთვის და მოზრდილებისთვის და რაც მთავარია, მთავარი სივრცე, რომელიც არის ახალი და 150-მდე ადამიანი ეტევა აქაც, დიდი ღონისძიებებისთვის. მდინარეზე გადადგმული ეს ულამაზესი სივრცე გვაძლევს საშუალებას მოვიდეთ, დავისვენოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად, მივირთვათ უგემრიელესი კერძები და დრო გავატაროთ ჩვენს ულამაზეს ქედაში ძალიან კარგად და მაგრად. მოკლედ არ გადადოთ სტუმრობა, აუცილებლად ესტუმრეთ რესტორან ჭალას.